დღის სტუმარი. მაშასე მეგობრებო 13:16 წუთით შესრულდა შუადღემშვიდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას და რა თქმა უნდა ტრადიციულად ასეთ დროს ჩვენ დღის სტუმარს მასპინძლობთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 12 ივნის ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალის თეატრალური იმერეთი 2014 საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა სწორედ ამ ფესტივალთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ თეატრმცოდნე კრიტიკოსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი ლაშა ჩხარტიშვილი, მოგესალმები ლაშა, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ხოლო სატელეფონო ხაზზე გახლავთ ფესტივალის დამფუძნებელი ლევან როხვაძე, რომელთან ერთადაც დავიწყებთ ჩვენს საუბარს. მოგესალმებით ბატონო ლევან. გესმით ჩვენი ხმა? მესმის, კარგად მესმის, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ ასევე რომ მონაწილეობთ ჩვენთან გადაცემაში. სანამ ვისაუბრებთ უშუალოდ დეტალებზე ფესტივალისა ჩვენი სტუდიის სტუმართან, მინდა თქვენ გითხრათ 1-2 სიტყვით ზოგადად ფესტივალის ისტორიის შესახებ. როგორ დაფუძნდა, როგორ გაჩნდა იდეა შექმნილიყო მსგავსი ტიპის ფესტივალი და რა არის მთავარი მიზანი მისი? თუმცა გაჩენაზე ვიტყვით პირველ რიგში დავიწყეთ იქიდან რომ რამოდენიმე ფესტივალის ავტორი გახლავართ და როცა თეატრალურ ფესტივალზე ლაპარაკი იყო თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 26 წელში საერთაშორისო ჩატარდა და მის შემდეგ რაც თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარედ გახდით დავიწყეთ ფიქრი იმერეთის ფესტივალზე. იმერეთის ფესტივალი იმდენად რამდენადაც კარგად მოგეხსენებათ ჯერ საკმარისია პოლიკარპე კაკაბაძე და დავით კპიაშვილი. მე ის ბუმბერაზის მსახიობები მე რამოდენიმეს ჩამოვთვლით თუნდაც სერგო ზაქარიაძეს და უშანგი ჩხეიძეს და რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალე კოტობანჯანიშვილი თუ მესხიშვილი. ისედაც იქ შინაგანი ძალა მომცა რომ მე აკუნაც ვთვლი იმერეთს თეატრალური თელი ჩვენი საქართველოსას, ქართული თეატრისას და ამიტომ დავიწყეთ ფიქრი და მაშინდელმა ქალაქის და სამხარეოს ხელმძღვანელებმა შეგვიწყო ხელი კი არა, მეტი კიდე ხორცი შეასხადა ყველა ქალაქი ყველასთან დადიოდა, ცოტა ძვირად ღირებული იყო და ისეთი დადებითი ემოციების მომტანი იყო, ახალი ინოვაციები, შეხვედრები, გამეგობრებები ამ დასების ერთმანეთს არ იცნობდნენ. წლევანდელ ფესტივალზე ლაპარაკობდნენ კიდე ჩვენ მის შემდეგ ერთი გავაკეთეთ, მე წვეთილობა იყო, უახელი შეგვიშალა მაშინაც უნდა ყოფილიყო 2012-ში მოვახერხეთ. აი ახლა და როცა ამბობენ მსახიობები რომ ამ თიცარნაგზე მესხიშვილის თეატრის თიცარნაგზე გამოსვლა ჩვენთვის იმდენად საამაყოა რომ მე ვერ აღიგიცეთ ჯერ მაყურებელი ხო 14,000 კაცი მეტი მოვიდა 13 სპექტაკლზე. მე მაყურებლის სმენადობა და ყურადღება იმის მიმართ სპექტაკლების მიმართ ახალგაზრდობა რომლებიც ეჩვევიან თეატრს ეს ხო უფასოდ იყო ყველაფერი. კი ბატონო. მოწესრიგებულად და ეს 14,000 მაყურებლიდან რომელიც ყოველდღე მოდიოდა და ამ 13 სპექტაკლს ნახულობდა იმ შტაბეჭილებებითაც ვიდიოდნენ რომ თავისი პატარა ჯგუფები ქონდა შეკრებილი და თავის აზრებს გამოთქვამდნენ. ამას მიემატა წელს იმ ხალის შეაყვარა რომ თვითონაც რო იცხოვდნენ ჩვენი რეგიონის თეატრები რომ თეატრალურ კრიტიკოსზე ქონდათ გართულება რომ ეს გვინდა იმან გვითხრას თუ იმან გითხრას და უფლისნებით ლაშა ჩხარტიშვილმა ესე იგი დაგვთანხმდა და მადლობა მას იმისთვის რომ გარდა იმისა რომ თეატრებს უტარებდა ჩვენც ჩაგვიტარა ის მასტერკლასები რასაც ქვია თანამედროვე რასაც ქვია ჭკვიანურად გადაწყვეტილი საკითხები და მე მოხარული ვარ რომ ეს შვილისწოლა კაცთან დავმეგობრდი, არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი რა თქმა უნდა მისი ნაწარმოები ისინი შემოქმედებით, მაგრამ ეხლა დავახლოვდი და კოტე აბაშიძე მუშაობდა ჟიურში. კი ბატონო. მუშაობდა ჟიურში, წარმოიდგინეთ თქვენ ვიცე გუბერნატორი, ესე იგი პირველი მოადგილე გუბერნატორი სალომე იობიძე, თემური ლანჩავა, ხელოვნების მეცნიერებისა და მწერალთა აკადემიის პრეზიდენტი და ბევრი რეგალიები აქვს. ეს 4 კაცი მუშაობდნენ და რა შეაჯამენ ალბათ ბატონი ლაშა ყველაფერს მოგიყვებათ, მაგრამ ჩემთვის ბედნიერება იყო მუშაობა მაია პაქსაშვილთან. ისაც ჩემი მოადგილეა, ისაც უახლოესი, მაგრამ ჩვენ ორმა კაცმა მოვახერხეთ საორგანიზაციოს ალბათ
თვითონაც გეტყვით ბატონი რაშა რომ იქამდე მივიდა რომ მაყურებელი თავის ადგილზე თავის დროს ყველაფერი ისე წავიდა მე ჯერჯერობით ბოლომდე არ მაქვს გადახარშული შეიძლება რაშა უკეთესად იცის მაგრამ დადებითი ემოციების მომცველი ნახდათ არის თუ არ ჩავთვლის რამოდენიმე თიას თვითონ უნდა და ყველას მოუნდა ახლა პირველობა და ძალიან კარგიც კი ბატონო ესეც კარგია კონკურენცია ბატონო ლევან კითხავთ თქვა რამდენად დინამიურია ფესტივალი და რამდენად ყოველწლიურად არის მასში გარკვეული ტიპის სიახლეები მეტი სიახლე რა უნდა თქვა როცა სამხარეომ ქალაქ ქუთაისის მერიამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა თავის წვლილი გაიღეს ამას მომავლისთვის გამოვიდა გუშინ დღევანდელი გუბერნატორი და ამბობს სექტემბრიდან ჩვენ დავიწყებთ ამ ფესტივალის მაღალდონეზე აყოლას იმით რომ ეს კი არა იმერეთის ეროვნულ ფესტივალად გადაიქცესო მე არ ვიცი ქუთბედიანი ვარ ალბათ ამ საქმეში მიუხედავად იმისა დიდი განასაბიჭინებელი ის ხელფასები არა გვაქვს მაგრამ ჩვენ მაინც შრომობთ იმიტომ რომ გვიყვარს სიგიჟემდე და მე მგონი ეს ფესტივალი კიდე მაღლა აიწევს ეს წარდგება არა მარტო ჩვენი ქალაქის ძელი საქართველოს ეროვნულ და ქართულ საქმეს და ვერც უყრის სიტყვებს თავს ახლა რო გელაპარაკებით ნელ-ნელა ვიქნები აქამდე არც მიფიქრია რა მოხდა რა ფერება და გავაანალიზე ისეთი გახარებული ვარ მომიკითხეთ ძალიან დიდი სიყვარულით რაჟა ხარტიშვილი აუცილებლად დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ასეთი თუ ისე ამონწურავი ინფორმაციისთვის რაც შეძელით და სატელეფონო ჩართვითაც ძალიან საინტერესო გახადეთ ეს საუბარი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის და დაგემშვიდობებით ყველას გეფერებით. დიდი მადლობა, გაიხარეთ, კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენს მსმენელს შევახსენებ ეს ადამიანი გახდათ სწორედ ამ ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი ლევან როხვაძე, ჩვენთან კი სტუდიაში სტუმრად გახოთ ლაშა ჩხარტიშვილი და სწორედ მასთან გადვაგრძობთ საუბარს, ასე თუ ისე ფესტივალის შექმნასთან და დაფუძნებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და ამჯერად კითხავ კონკრეტულად წლევანდელი ფესტივალის შესახებ. საინტერესოა ასე ვთქვათ, თქვენ რადგანაც ადევნებდით თვალყურს თავიდან ბოლომდე და ბრძანდებოდით ჟიურის წევრი, რამდენად კმაყოფილი ხართ იმ დადგმებით და წარმოდგენილი სპექტაკლებით, რომელიც წელს იყო ფესტივალის ფარგლებში? მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემის გაშუქებისთვის. მინდა გითხრათ, რომ იმერეთი არის გამორჩეული მხარე საქართველოს სხვა მხარეებისგან, იმით რომ იქ ყველაზე მეტი თეატრალური დასია. ოღონდ ეს არ ხდება ისე, რომ არ ფუნქციონირებდეს ეს დასები და კონკრეტულად ამ ფესტივალისთვის მოემზადნენ. არამედ არსებობს წლების განმავლობაში ფუნქციონირებს, მათ თავიანთი ისტორია აქვთ და წელს უბრალოდ გაჩნდა мотивация კიდევ უფრო ძლიერი ფესტივალის გაჩენის სახით, რომ ისინი კონკურენციაში ჩაერთვნენ, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ატარებს კონკურს ფესტივალის ხასიათს. შესაბამისად, დასები, რომლებიც იყო წარმოდგენილი, ну, რა თქმა უნდა, სამი პროფესიული და დანარჩენი სახალხო თეატრი მონაწილეობდა. იყო აბსოლუტურად მაღალ სიმაღლეზე. ეს იყო მამუკა ცერცვაძის სპექტაკლი ლამბალო და ყაშა მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით ჭიათურის თეატრიდან, რომელიც ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო, ვფიქრობ. ასევე მესხიშვილის თეატრიდან ჰელადოსი, გიორგი სიხარულიძის რეჟისურით, არანაკლები და მესამე ეს იყო ასევე პროფესიონალი რეჟისორის მიერ დადგმული ზესტაფონში ბრიხვთა ვახშამი ნინო ლიპარტიანის მიერ. მაგრამ სახალხო თეატრები იყო ისეთი გამონათებები ზოგჯერ ან მსახიობში, ან სცენოგრაფიაში, ან რეჟისორულად გადაწყვეტაში. მაგალითად, ჩემი გაოცება გამოიწვია თერჯოლის სახალხო თეატრმა, რომელმაც წარმოადგინა ბაკულას ღორები, რეჟისორი იყო გია ნიკოლაძე, თუ არ ვცდები. 6 სკამი ისე კარგად გაათამაშეს, ყოველად დეკორაციის გარეშე იყო ეს სპექტაკლი და ძალიან კარგად მოიტანეს კოლორიტი. საოცრება იყო და აღმოჩენა, როდესაც ხარაგაულის თეატრიდან მსახიობმა ირინე ხეიძემ ითამაშა ერთ-ერთი პერსონაჟი ნინოცას პერსონაჟი ნატურის ხიდან კახური ინტონაციით საუბრობდა სცენიდან და გამართული მეტყველებით და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე დღემდე მახსოვს და მომყვება ეს შთაბეჭდილება და იყო სხვათა შორის ჭორვილას სახალხო თეატრი საჩხერის მუნიციპალიტეტიდან ბავშვებმა წარმოადგინეს ნოდარ დუმბაძის სისხლი
და აი ეს ბავშვები თამაშობდნენ ბაბუასაც, ბებიასაც, შვილიშვილსაც და ყველა ასაკის ადამიანს და ძალიან დამაჯერებლები იყვნენ. ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ისინი იყვნენ ბავშვები, იმდენად კარგად მუშაობდნენ და შესაბამისად იყო სპექტაკლები, რომლებიც კატეგორიულად არ მომწონდა და მაქსიმალურად ვეძებდით რაღაცა დადებიც ამა თუ იმ სპექტაკლში, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ინფორმაციის არ ქონა. დღეს, როდესაც გახსნილია ნებისმიერი სივრცე და შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, არის ინტერნეტ სამყარო და უფრო არსებობს ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, რეგიონის თეატრები მაინც ყოფილან ჩაკეტილი და რაღაცა ზოგიერთი სპექტაკლი გასული საუკუნის 40-იანი წლების ესთეტიკაში თავსდებოდა თავიდან ბოლომდე. და ამის გამო ჩვენ ვიფიქრეთ ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა და იმერეთის ხელისუფლებამაც ერთად და ბატონ ლევან როხოძესთან ერთად მოვიფიქრეთ, რომ ჩავატაროთ ვორქშოპები, თუ რა ხდება თანამედროვე ქართულ და ევროპულ თეატრში, რა პროცესები მიმდინარეობს, რომ ჩვენ გავაცნოთ და იცოდნენ მათაც, რა ახალ რელსებზე გადადის ზოგადად თეატრი, საითკენ მიდის, როგორ ვითარდება, თუნდაც ფორმის თვალსაზრისით, რა ტექნიკური სიახლეები არსებობს თეატრალურ ხელოვნებაში და ასე შემდეგ და ვცდილობთ, რომ დაეწიოს ეს თეატრები თანამედროვე თეატრალურ ცხოვრებასაც აუწყონ ფეხი ალბათ რა თქმა უნდა, ამის სურვილი და მიზანი გვაქვს. კი ბატონო, საინტერესოა ვთქვათ ჟიურიში რამდენად იყო ასრთა სხვადასხვაობა თუ იყო ვთქვათ ისეთ მკვეთრად გამოხატული ლიდერები? ძირითადად 80% მიუხედავად იმისა, რომ ასრთა სხვადასხვაობა არსებობდა, 80% გადავწყვიტეთ ისე, რომ აზრი არ გაყოფილა ურად, არც ამათ, თუმცა იყო კონკრეტული შემთხვევები, სადაც განსხვავებული მოსაზრებები გქონდა. 2-3 წუთით ჟიურიზეც მინდა გითხრათ, ეს იყო ცოტა უცნაურად შედგენილი ჟიური, ჭრელად გამოიყურებოდა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სხვადასხვა თვალით აფასებდნენ წარმოდგენილ დასებს. ძირითადად სიმართლე თუ გაინტერესებთ, მე ვიყავი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი, ალბათ ჩემი პროფესიიდანაც გამომდინარე, არ ვითვალისწინებდი ხშირ შემთხვევაში იმას, რომ ის სახალხო თეატრია, რომ ის მთაში მუშაობს ადამიანი, რომელიც არ არის თეატრით დაკავებული და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ამზადებს სპექტაკლს, აი ამას არ ვითვალისწინებდი, სულ სხვა თვალით ვუყურებდი. სალომე იობიძე, რომელიც ვიცე-გუბერნატორი გახლავთ, პროფესიით იურისტი და ეკონომისტია, მაგრამ ის ძალიან თეატრალი მაყურებელია და თბილისში მოღვაწეობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და მთელი თბილისის თეატრების რეპერტუარი კარგად იცის, ანუ კარგი მაყურებელია და შესაბამისად მან იცის ის პრობლემები თუ რა არის ამა თუ იმ რეგიონში და შესაბამისად ძალიან კარგად აკვირდებოდა იმ შედეგს, რაც დადეს ამ თეატრებმა მესხიშვილის თეატრის სცენაზე. იყო თემურ ლანჩავა, რომელიც გახლავთ მწერალი და დრამატურგი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტი იქ ადგილზე ქუთაისში და მას თბილისშიც კარგად იცნობენ მწერლებს შორის და ის აკვირდებოდა, რა თქმა უნდა, დრამატურგიის არჩევანს, სულ სხვა კუთხით ხედავდა ამ სპექტაკლებს და მსახიობების თამაშს აკვირდებოდა და იმ იდეებს, რომელიც სცენიდან მოდიოდა ჩვენამდე, მაყურებლამდე და აი ამ იდეებს ანიჭებდა ძალიან დიდ უპირატესობას რამდენად ეროვნული, სწორი მსოფლმხედველობით, მოქალაქეობრივი პოზიციით და ასე შემდეგ. და ესეთი ყველაზე მეტად თანამოაზრე, რეჟისორი კოტი აბაშიძე, მაგრამ ბოლოს მაინც გაიყო ჩვენი აზრი, თუნდაც ქალი მსახიობთის შერჩევასთან დაკავშირებით ძალიან დიდხანს ვკამათობდით, იმიტომ რომ საკმაოდ არის დეფიციტი, იმიტომ რომ მაგალითად ქალის ახალგაზრდა ქალი მსახიობის ნომინაცია არ გაიცა, გაიცა მხოლოდ უფროს თაობაში და ძალიან გაგვიჭირდა ამ ქალი მსახიობის შერჩევა, იმიტომ რომ იყო დიდი ასთა სხვადასხვაობა, ასევე იყო ასთა სხვადასხვაობა საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზე, იყო ასთა სხვადასხვაობა და შემდეგ გავაჩერეთ ეს ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემი კონკრეტულად როგორც თეატრწოდნე ლაშ ჩხარტიშვილის და არა ჟიურის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ ჭიათურის თეატრში განხორციელებული ლამბალო და ყაშა მიმაჩნია, რომ არის საკმაოდ თამამი
ნაბიჯი და სერიოზული ნამუშევარი რეჟისორის მხრიდან თან ეს ხდება რეგიონში, ეს რო იყოს დედაქალაქის თეატრში, მიჩვეული ვართ სცენიდან ბევრი მანკიერი მხარეების ჩვენებას რეჟისორების მიერ, მაგრამ ეს როდესაც ხდება რეგიონში და ძალიან მტკივნეულ საკითხებს ეხება, იყო ჩემთვის ძალიან დასაფასებელი, თუმცა რაღაცა ბოლოს თავი შევიკავეთ მაინც რომ რეჟისორის ნომინაცია გაგვეცა. კი ბატონო, ეს ნომინაციები დაასახელეთ, თქვათ, რაც არ გაიცა. საინტერესოა ის ნომინაციები, რომლებშიც უკვე გამოვლიდნენ გამარჯვებული და ზოგადად რამდენი ასეთი ნომინაცია იყო ფესტივალის ფარგლებში. იცით რა, მინდა გითხრათ, რომ ვინც არის ფესტივალის ორგანიზატორი, ესენი გახლავთ ლევან როხვაძე და მაია პაქსაშვილი. ის ერთი ხელმძღვანელობდა შემოქმედებით ნაწილს ბატონი ლევანი, ხოლო მაია პაქსაშვილი მენეჯმენტს და მარკეტინგს ამ ფესტივალის და აქვე მინდა მათ სასიხარულოდ თქვა ის, რომ ისინი მართლაც კარგი ორგანიზატორები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ორი ადამიანისთვის მარტივი არ არის მოუყარო თავით 15 თეატრალურ დასს, ამას გაუკეთო ორგანიზება და მაყურებელი, რომელიც ინტენსიურად დადიოდა სპექტაკლებზე. სულ იყო გადაჭედილი მესხიშვილის თეატრის დარბაზი და ერთ-ერთი დიდი დარბაზია თეატრალურ დარბაზებს შორის მესხიშვილის დარბაზი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დასწრება იყო თავისუფალი. კი, ეს დამასწრეთ კითხვა. მეორე მომენტია, რომ ქართველის ფსიქოლოგია ყველამ კარგად ვიცით, რაც უფასოა, იმას ცოტა ზედაპირულად უყურებენ, თავარია ფული გადაიხადონ და უფრო მივლენ, მაგრამ აი ზუსტად ქუთაისში და იმერელ მაყურებელზე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ იყო ძალიან კეთილგანწყობილი და გონიერი მაყურებელი. იქ იყო ერთი სპექტაკლი, სადაც ტრაგიკულ სცენებს თამაშობდნენ და იმდენად ყალბი იყო ეს სცენა, რომ მაყურებელმა ის არაპატია ამ მსახიობებს. ანუ ზუსტი შეფასებები, აქცენტები და რეაქციები ჰქონდათ და როდესაც ხედავდნენ, რომ რაღაცა გულწრფელები იყვნენ მსახიობები, ამხნევებდნენ, ხშირად ტაშს უკრავდნენ და სწორ ადგილებში, სხვათა შორის სცენის დასრულების შემდეგ და არა უადგილო ადგილას და ვფიქრობ, რომ ის რომ თეატრები წარსდგნენ კარგად და ღირსეულად, მათ შორის მაყურებლის დამსახურებაც არის. რაც შეეხება ნომინაციებს, ახლა ვეკეთვით, ჩვენ ხო იმით დავიწყე, რომ ჩვენ არ გვქონდა შეზღუდვა, ჩვენ ნანახი სპექტაკლებიდან გამომდინარე ვაწესებდით თვითონ ნომინაციებს და ესეთი იყო ნომინაცია მაყურებლის სიმპათია გადაეცა თემურ კიკნაველიძეს ზესტაფონის თეატრიდან, ჟიურის სიმპათია ბაღდათის ცენტრთან არსებულ თეატრალურ დასს. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო საოცრად კულტურული სპექტაკლი, ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტილი, პავლე აბულაძის დრამატურგიის მიხედვით იყო გაკეთებული ეს სპექტაკლი, ძალიან საინტერესო დიალოგები იყო მსახიობებს შორის, სცენოგრაფიაც საინტერესო და აი ესთეთიური სპექტაკლი იყო და ამიტომაც მინდოდა რომ ჩვენ გამოგვეყოთ ცალკე ნომინაცია ფესტივალის აღმოჩენა გადაეცა ვანო დვალს, ეს ის ბავშვია, რომელმაც სისხლში ითამაშა ბაბუას როლი და ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენთან. თერჯოლის სახალხო თეატრის დასს გადაეცა ბაკულას ღორებისთვის საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი. ეს იყო ყველაზე გულწრფელი, ყველაზე ნატურალური, ნამდვილი თეატრალური ანსამბლი სცენაზე, რომლებიც არაჩვეულებრივად მღეროდნენ ხმებში, ზოგჯერ პროფესიულ თეატრში კარგ მსახიობებს უჭირთ ესე ცოცხლად სიმღერა და აი ამ ხალხმა ეს მოახერხა და ამიტომ ნამდვილად კარგი ანსამბლი შეიქმნა. საბავშვო როლის საუკეთესო შესრულებისთვის ამირან დეკანოიძეს ასევე სპექტაკლიდან სისხლი ნომინაცია საუკეთესო სცენოგრაფი გადაეცა თეო კუხიანიძეს. მას რამდენიმე სპექტაკლი ჰქონდა გაფორმებული სამტრედიიდან, ჭიათურიდან, ჰელადო მესხიშვილის თეატრიდან, თვითონ ქუთაისიდან, ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა სცენოგრაფია ქართულ სცენოგრაფებს შორის და ისიც დავაჯილდოვეთ. ასევე მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ზაზა ძიძიგურს ხონის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრიდან რეჟისორი პეტრე ჩარკეიშვილი და მოხდა კიდევ ერთი ახალი ნომინაციის დაწესება, ეს იყო საუკეთესო პარტნიორული დუეტი და მე არ მინდა დაუკარგო ჟიურის წევრს კოტი აბაშიძეს ეს იდეა იყო მისი და ნამდვილად
იდეალური ჩემი აზრით ტანდემი შეიკრიბა სცენაზე ანზორ ხერხაძესა და ლუკა მუხიგულის სახით, ანუ უფროსი თაობის მსახიობი, ვარსკვლავი და ახალი დამწყები მსახიობი და ძალიან კარგი დიალოგი შედგა მათ შორის სცენაზე და როდესაც ეს პრიზი გადავეცით და ბატონმა ანზორმა თავისი სამადლობელო სიტყვა თქვა, მე გულწრფელად ცრემლი მომერია, იმიტომ რომ ეს იყო ოსტატის და შეგირდის, ამ შემთხვევაში მსახიობების ძალიან კარგი ურთიერთობა სცენაზე და ტანდემი. მამაკაცის როლის საუკეთესოდ შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობი გადაეცა ორ მსახიობს, ეს არის ორივე მესხიშვილის თეატრის მსახიობები არიან გიორგი სიხარულიძის ნამოწაფრები, მაგრამ ერთი ჭიათურის თეატრის სპექტაკლიდან ლამბალო და ყაშა, მეორე იანგულის როლის შესრულებისთვის ჰელადოსიდან. შემდეგ პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცა არჩილ ხვედელიძეს, ესეც გახლავთ ჭიათურის თეატრის სპექტაკლიდან ლამბალო და ყაშა, პრიზი ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცათ მაგდა გერაძეს სამტრედიის თეატრის სპექტაკლიდან ღია შუშაბანდი და პრიზი საუკეთესო სპექტაკლისთვის გადაეცა ასევე სამტრედიის თეატრს სპექტაკლისთვის გიორგი ღია შუშაბანდი, რეჟისორები გახლდათ გიორგი სიხარულიძე და ვეფხია ნადირაძე. აქვე სამტრედიის თეატრთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ფაქტიურად ეს თეატრი მზად არის იმისთვის, რომ გახდეს მალე სახელმწიფო პროფესიული თეატრის სტატუსის მატარებელი, იმიტომ რომ მას ყავდა მიწვეული და მის დასში ანტეპრიზის სახით არსებობს, მაგრამ მის დასში არის მიწვეული პროფესიონალი მსახიობები, პროფესიონალი რეჟისორები, შესაბამისად ისინი ამზადებენ მაღალი ხარისხის პროდუქციას. კი ბატონო, იმერეთში არსებული ყველა თეატრალური დასი იყო წარმოდგენილი ამ ფესტივალს, ანუ ყველა თითქმის მხოლოდ მე მგონი, როგორც მე მითხრეს, ტყიბულიდან არ იყო წელს დასი და ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ეს აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა იქ არსებობს თეატრალური დასი. კი ბატონო, და იქნებ გითხრათ, როგორ გონიათ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ამ თეატრალური დასებისთვის ამ ტიპის, თქვათ, კონკურს ფესტივალში მონაწილეობა, მათთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხდება მათი შესაძლებლობების რეალიზება, მათი შესაძლებლობების აღნიშვნა პრიზების სახით. ბუნებრივია, ყველა თეატრი დააჯილდოვეს საპატიო სიგელით წარმატებული მონაწილეობისთვის, მაგრამ რამდენიმე რომ გამოიყო ამ ნომინაციებში, ეს თითეული რეგიონისთვის იყო ძალიან დიდი პრესტიჟი, გამარჯვება და მე მიხარია, რა თქმა უნდა, სტიმული მომავალში და мотиваცია იმისთვის, რომ უკეთესი გააკეთონ, კონკურენცია გაიზრდება და ხმად ვარ დარწმუნებული, რა თქმა უნდა, და მე ვარ გაოცებული ალბათ ეს იმერეთის ბრალიც არის, იმიტომ რომ მათ არ აქვს იქ მნიშვნელობა ხელისუფალია თუ რიგითი მაყურებელი, თეატრი უყვართ განსაკუთრებულად და ესმით, რაც ყველაზე მთავარია ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ თეატრი არის მნიშვნელოვანი რაღაცა აგური ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და წარმოიდგინეთ ის, რომ გაცოცხლდეს რეგიონებში, სოფლებში, მუნიციპალიტეტებში თეატრალური ცხოვრება, ადამიანები იყოს დაკავებული თეატრით და არა უსაქმურობით, მათ შორის ახალგაზრდები, ეს რამდენად დასაფასებელია და თვითონ ამ იმერეთის სამხარეო გუბერნია, ეს ვიცე-გუბერნატორი ქალბატონი სალომე იობიძე იყო მთლიანად ჩართული ამ ფესტივალში, მისი პატრონაჟით გაიმართა და აი ყველა დეტალს აკვირდებოდა, ყველა დეტალს ამოწმებდა მუნიციპალიტეტებს და როდესაც ხელისუფლება აძლევს მაგალითს მუნიციპალიტეტებს, რომ ეს საქმე არის მნიშვნელოვანი, წარმოიდგინეთ თვითონ მუნიციპალიტეტებიც როგორ იმ წამსვე გადაეწყობიან იმ სისტემაზე და ეს იყო ძალიან დასაფასებელი და ჩემთვის იყო მოულოდნელი და გასაოცარი და ამის აღნიშვნა ნამდვილად მინდოდა და ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი აუცილებლად გაფართოვდება და დაიბადა იქ იდეა, რომ იქნებ ეროვნული თეატრების ფესტივალი ჩატარდეს. მოგეხსენებათ ადრე ესეთ სახალხო ფესტივალს აჭარის კულტურის სამინისტროსთან ერთად გიორგი უშიკიშვილი აკეთებდა, როდესაც ის იყო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ეს მიმართულება იყო კარგად განვითარებული და გამოცოცხლებული. ვფიქრობ, რომ დღეს იმერეთს ნამდვილად შეუძლია უმასპინძლოს და იყოს კურატორი ამ ყველაფრის. და ის ტრადიცია, ვთქვათ, კულტურის იქნება თუ ზოგადად და ასევე თეატრის ტრადიცია, რაც არსებობდა იმერეთში წლების მანძილზე, ძალიან კარგია, რომ დღესაც, ვთქვათ, ინარჩუნებენ ამ მხრივ, ესე ვთქვათ, პროფესიონალიზმს და დღესაც ძალიან ბევრი საინტერესო სპექტაკლით არიან ისინი წარმოდგენილნი და მუშაობენ
მუშაობენ, რაც ყველაზე მთავარია. საინტერესოა დასებმა, რომლებმაც წარმოადგენენ სპექტაკლები, რამდენად თავისუფალნი იყვნენ თავად არჩევანში, თქვა რომელი სპექტაკლი იქნებოდა მონაწილე ამ კონკურს ფესტივალში. არც ფესტივალიდან და ბუნებრივი არც მუნიციპალიტეტებიდან არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა, მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ პიესების არჩევანში, რისი განხორციელებაც მოუნდებოდათ იმას დადგამდნენ და გამოიტანდნენ ფესტივალზე და ასაც მოხდა, სიმართლე რომ გითხრათ, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში არ იყო ზუსტად არჩეული ის დრამატურგიული მასალა და ჩვენ გაგვიჩნდა ასევე იდეა, რომ ბატონ ლევან როხვაძესთან თავს მოიყრის ქართული თანამედროვე პიესების ბანკი. ყველა პიესა იქნება იქ და თეატრალურ საზოგადოებაში, იმერეთის თეატრალურ საზოგადოებაში შეუძლიათ ამ რეჟისორებს მისვლა, დაინტერესებულ ადამიანებს და პიესების ამორჩევა, რაც მათთვის იქნება საინტერესო და შემდეგ დადგმა. ეს ხელშეუწყობს თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებას. ქართულზე იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ძირითადი ინტერესი 70% სპექტაკლებისა იყო თანამედროვე ქართული დრამატურგია და ეს არის ძალიან დასაფასებელი. და ეს იქნება мотиваცია თვითონ ქართველი დრამატურგებისთვისაც, ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა იმაში, რომ იქნებიან ავანგარდში თუ რა ხდება დღეს ქართულ დრამატურგიაში, რეგიონები, ისინი გაიგებენ, გაიცნობენ ამ დრამატურგებს, შეიძლება ზოგიერთი სკანდალური დრამატურგიც დაიდგას და ეს იქნება ძალიან სასიამოვნო, გასახარი, მით უმეტეს, როდესაც ამას რეგიონი აკეთებს და ვფიქრობ, რომ აუცილებლად ხელი შეეწყობა ამ წამოწყებებს. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ რამდენიმე ვთქვათ ისეთი დეტალი, რაც მომავალში იქნება ამ ფესტივალის ფარგლებში. საინტერესოა, კიდევ თუ არის რაიმე ისეთი, რაც დაგეგმეს უკვე ორგანიზატორებმა, ან თქვენ ერთად იდეები, რომლებიც უკვე სამომავლოდ ამ ფესტივალში განხორციელდება. ძალიან ბევრი იდეაა, უბრალოდ შესაძლებლობა არის ყოველთვის ნაკლები და ადგილობრივ ხელისუფლებას იქ და თავად ლევან როხვაძეს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ ეს იდეები განხორციელდეს. თავარია რომ არის მზაობა, კეთილი ნება და სურვილი რომ რაღაცა გაკეთდეს და გაკეთდეს უკეთესი და განვითარდეს ეს ფესტივალი. პირველ რიგში მათ უნდათ რომ გაფართოვდეს ფესტივალი და რაც შეიძლება სხვადასხვა რეგიონებმაც მიიღოს მონაწილეობა. შემდეგ მათ სურთ რომ ჩატარდეს ვორქშოპები და მასტერკლასები ამ თეატრებისთვის. ასევე სურთ რომ შეიქმნას ეს ეროვნული დრამატურგიის ბანკი, მეორე ცენტრი ერთი არის თბილისში, ქალბატონ მანანა ანთაძეს აქვს თუმანიშვილის ფონდში, რომელიც ატარებს წლების განმავლობაში უკვე 200 წელზე მეტია ქართული პიესების კონკურსს და ასევე თარგმანების საუკეთესო თარგმანის კონკურსს და მეორე ესეთი იყოს ქუთაისში, ერთგვარი ფილიალივით. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და იდეები რა თქმა უნდა ბევრი გაჩნდა, რომელიც მე ჩამოყალიბებულად ზუსტად ამ წუთისთვის არ ვიცი და კი, თუმცა სავარაუდოდ შემდგომში ფესტივალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, რადგანაც იგეგმება ამ ყველაფრის განხორციელება. კი, მეც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება და აუცილებლად გახდება კიდე პრესტიჟული, იმიტომ რომ როდესაც არის კონკურს ფესტივალი და მათ შორის არიან კრიტიკოსებიც, უკვე ის ფესტივალი მაინც იწევს ავტორიტეტს. შეიძლება ვიღაცა უკმაყოფილო დარჩეს, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს ასთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ყოფილიყავით ობიექტურები და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თვითონ ის რეჟისორებიც ხვდებიან, რომ ჩვენ ვართ ობიექტურები. კი ბატონო, თქვენ მეოთხედ ტარდება უკვე ეს ფესტივალი, როგორც ვიცი, თქვენ პირველად იყავით წელს. პირველად ვიყავი ამ კონკურსში, ვიღებდი პირველად მონაწილეობას და ჩემთვის იყო მართლა ძალიან დიდი პატივი და სასიამოვნო პროცესი. ანუ მე არ დამიკარგავს ის 2 კვირა ქუთაისში ტყუილად, იმიტომ რომ გავეცანი ფაქტიურად ქართული თეატრების დიდი ნაწილის და საინტერესო ნაწილის გულისფეთქვას. და ესე იყო ჩემთვის, როგორც შემოქმედისთვის ამავდროულად ძალიან საინტერესო პროცესი. კი ბატონო, და საინტერესოა თქვა დასწრების მხრივ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა სპექტაკლზე, საინტერესოა ადგილობრივები, რა თქმა უნდა, იქნებოდნენ იქ, მაგრამ იყვნენ თუ არა სტუმრები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან ან დედაქალაქიდან სტუმრობდნენ. ძირითადად იყვნენ სხვადასხვა რეგიონებიდან და აი რა უცნაურია. მაგალითად, ვანის წარმოდგენაზე ხონიდან, სამტრედიდან, ჭიათურიდან ჩამოდიოდნენ. ანუ სხვადასხვა რეგიონებიდან და შეიძლება ერთი და იგივე მაყურებელი ტრიალებდა ძირითადად, მაგრამ აი რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ. ისინი აკვირდებოდნენ, ნახულობდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს. უკვე ეს ძალიან კარგი მოვლენაა.
კი ბატონო და საინტერესოა ვთქვათ თქვენ თუ ხართ საქმის კურსში რა პერიოდულობით გაიმართება შემდგომში ეს ფესტივალი ეს წელიწადში ერთხელ იმიტომ რომ ეს აუცილებელია რომ არ მოდუნდეს არც ერთი თეატრალური დასი და პირიქით გაჩნდეს უკეთესი ესეთი ძლიერი სტიმული იმისთვის რომ აქედანვე და აი იმერეთის გუბერნატორმა განაცხადა კიდევაც რომ სექტემბრიდან უნდა დაიწყოს კვლავ ინტენსიური მუშაობა ფესტივალისთვის და ეს ბუნებრივია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებისთვისაც იყო გარკვეული SMS-ი იმისთვის რომ ისინი ჩაერთნონ ამ პროცესში. რა თქმა უნდა და კიდევ უფრო გაიზარდნონ პროფესიული კუთხით შეიძლება ასე ითქვას. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო კიდევ ერთხელ სტუდიაში მობრძანებისთვის. თუ გსურს რაიმე დაამატო ფესტივალთან დაკავშირებით, რაც თქვათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ვერ ვისაუბრეთ, შეგიძლიათ გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ პირიქით თქვენ. უბრალოდ მადლობა მინდა ვუთხრა მესხიშვილის თეატრის განსაკუთრებით ტექნიკურ ნაწილს, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში მასპინძლობდა ამ ფესტივალს და იღებდა ამ დასებს და ჩემთვის თვალში მოსახვედრი იყო ნამდვილად ის, რომ ეს სისტემა ამ თეატრში არის ძალიან კარგად აწყობილი. მეორე, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, რომელიც აფინანსებდა ამ ფესტივალს და აფინანსებდა აბსოლუტურად გამიზნულად და ძალიან ჭკვიანურად ქონდა ეს ყველაფერი გათვლილი. მადლობა მინდა ვუთხრა ძალიან დიდი ორგანიზატორებს ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელებს, ეს არის მაია პაქსაშვილი და ლევან როხვაძე, რომლებიც აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ფესტივალი ყოფილიყო მაღალ დონეზე, კარგად ორგანიზებული და ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს უკვე კოლეგებს ჟიურიში, ვინც მუშაობდნენ, იმიტომ რომ მათთან მუშაობა ნამდვილად იყო კომფორტი და ძალიან სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა. კი ბატონო, მე კიდევ ერთხელ მადლობას თქვენ გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის, რომელიც ფესტივალთან დაკავშირებით მოგვაწოდეთ. ჩვენ მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ 12 ივნისს ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ფესტივალის თეატრალური იმერეთი 2014-ის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. სწორედ ამ ფესტივალთან დაკავშირებით ვსაუბრობდით. ჩვენი სტუმარი გახდათ თეატრმცოდნე კრიტიკოსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი ბატონი ლაშა ჩხარტიშვილი, რადგანაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმერეთზე და ვიმყოფებით ხალხური რადიოს ეთერში. მე მინდა იმერული მგზავრული მოვისმინოთ და სწორედ ამ სიმღერით დავასრულოთ ჩვენი დღის სტუმრის რუბრიკა. ეს იმერეთს ჩვენგან საჩუქრად თქვენ. ეს დღის სტუმარი გახდათ, მე კი სულ ცოტა ხანში შემოგერთდებით. Shams khande da una girde amma suada livri Allah hadi 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 lauda Allah livri Allah hadi hadi lauda Allah livri Allah hadi lauda Allah livri Allah turas kuslim karida Tbilisi jammal suanda livri Allah hadi 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 lauda Allah livri Allah hadi hadi lauda Allah livri Allah hadi lauda Allah livri Allah ay mi guardice mi megone da ikhlala mit famdure da livri Allah hadi hadi mi daram shegit sala pule da livri Allah hadi hadi lauda Allah livri Allah hadi lauda Allah livri Allah დღის სტუმარი